რამდენად შორს უნდა იყო, რომ ბირთვულ აფეთქებას გადაურჩე. ამის გაგება სიმულაციური რუკების გამოყენებით შეგვიძლია და გასწავლი როგორ გამოიყენო. მანამდე გაითვალისწინე, რომ აფეთქების გავლენა დამოკიდებულია როგორც ბომბის სიმძლავრეზე, ასევე ამინზე, დღის მონაკვეთსა და აფეთქების ადგილის მახასიათებლებზე. შესაბამისად, ჩვენი შეფასება ზუსტი ვერ იქნება. სიმულაციისთვის შეგვიძლია რუქანი უკმავი ან აუთრაიდერი გამოვიყენოთ. ჯარის ადგილი უნდა ჩავწეროთ, სადაც ბომბის ჩამოგდებას ვამოწმებთ. შემდეგ ბომბი და მისი სიმძლავრე უნდა ავირჩიოთ. ასევე ავირჩევთ ჰაერში აფეთქდება ბომბი თუ მიწაზე. შედეგად რუკა დახოცილებისა და დაშავებულების შესაძლო რაოდენობას გვეუბნება. ასევე გვიჩვენებს რა არეალზე იმოქმედებს აფეთქება. აუთრაიდერში მაუსის მიტანით შეგვიძლია ვნახოთ, რას ნიშნავს თითოეული რადიუსი. ნიუკლაპის შემთხვევაში დაზიანებული ტერიტორიები ფერების მიხედვით არის ნაჩვენები და განმარტავული. მაგალითად, წითელ არეალში ყველა დაიხოცება, ნარინჯის ფერში კი მესამე ხარისხის დამწვრობას მიიღებენ. ბირთვული აფეთქება პირდაპირ რომც არ შეგვეხოს, ეს რა თქმა უნდა მაინც დაგვადარელებს. ამ დროს რადიოაქტიური ნივთიერებები ჰაერში ადის და დიდ მანძილზე ვრცელდება. ნალექების სახით შემდეგ ისინი ხმელეთზე ბრუნდება და აზიანებს როგორც ბუნებასა და მოსავალს, ასევე ჩვენს. ეს ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია და შეიძლება როგორც სხვადასხვა სიმსივნე, ასევე გენეტიკური მუტაციებიც გამოიწვიოს.